ჯანმრთელობის მდგომარეობის დაუარესების გამო მერაბ ღოღობერძემ 5 თანამოაზრესთან ერთად შიმშილობა შეწყვიტა არციის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მოშიმშილეებმა სასულიერო პირებთან შეხვედრის შემდეგ მიიღეს. ღოღობერძის განცხადებით ბათუმის საკრებულოსა და ქალაქის მერის გადადრომის მოთხოვნა უცვლელი რჩება, თუმცა ის ამაზე პასუხისმგებლობას ირაკლი ჩავლეიშვილს აკისრებს. მისი ინფორმაციით სწორედ ჩავლეიშვილმა აიღო საკუთარ თავზე გიორგი კირთაძესთან მოლაპარაკებების გაგრძელება. ჩავლეიშვილი კი თავის მხრივ აცხადებს, რომ ბათუმის საკრებულოში პროცესები თავისით მივა იქამდე, რომ გიორგი კირთაძე გადადრეს 6 ახალგაზრდა ბათუმის მერიის შენობაში 4 დღის განმავლობაში შიმშილობდა. ჩვენ შიმშილობის პერიოდში სატელევიზიო განცხადება გააკეთა ჩვენს მისამართს, ჩვენ ვიყავით მართულები და პოლიტიკურ მოლაპარაკებაში ხელს უშლიდით საკრებულოს თავმჯდომარესთან. ამიტომ თვლით, რომ ერთი თვის განმავლობაში თუ ირაკლი გიორგი კირთაძე არ გადადგება, პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად დაეკისრება ვაკისრებთ ირაკლი ჩავლეიშვილი. მოხდება ეს პროცედურულად, საზოგადოება ამას დაინახავს, თუ არ მოხდება, ამაში ძალიან დიდი ტრაგედიას ვერ ხედავ. საკრებულო გააგრძელებს მუშაობას და იქნებ ვიღაცა ძალიან უნდა, რომ ეს თქვათ წამებულის მანტია მოისხას და თურმე ზეწოლას ახორციელებენ საკრებულოში. მე ამიტომ მიმართე ახალგაზრდებს, რომ ისინი მათ შეეწყვიტათ შიმშილობა.